უკვე თითქმის 60 დღეა ისრაელის მიერ დაწესებული ბლოკადის გამო ღაზის სექტორში საკვები, საწვავი, წამლები და სხვა საჭირო ნივთები არ შესულა. ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს საკვების მარაგები ეწურებათ, ბაზრები თითქმის цаრიელია. ოჯახები ცდილობენ იპოვონ გზები, რომ როგორმე პატარები გამოყვებონ. დაახლოებით 2,3 მილიონი პალესტინელი ღაზაში ახლა ძირითადად კონსერვირებული ბოსტნეულით, ბრინჯით, მაკარონითა და ოსპით იკვებება. ცოცხალი ხორცი, რძის პროდუქტები და ხილი გამქრალია. პური და კვერცხი იშვიათად მოიპოვება, ხოლო იმ მცირე რაოდენობის ბოსტნეულსა თუ სხვა პროდუქტებზე, რაც ბაზარზეა დარჩენილი, ფასები მკვეთრად არის გაზრდილი და უმეტესობისთვის ხელმიუწვდომელია. ეს საქველმოქმედო ორგანიზაცია კარს უღებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან შორი მანძილიდან მოდიან. ისინი აქ დილიდან მოდიან ერთი კერძის მისაღებად. დღეს მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ჩვენი საკვები რაციონი რამდენიმე კერძით, მაკარონით, ოსპითა და ბრინჯით შემოიფარგლება. საქველმოქმედო სამზარეულოები, რომლებიც ყოველდღიურად 100,000-ობით ცხელ კერძს ამზადებენ, ახლა ერთადერთი ალტერნატივაა ბაზარში საკვების შეძენის ნაცვლად. დანარჩენი ჰუმანიტარული კვების პროგრამები მარტის შემდეგ შეჩერებულია. თუმცა ამ სამზარეულოებსაც დახურვა ემუქრებათ. პარასკევს გაეროს მსოფლიოს სასურსათო პროგრამამ განაცხადა, რომ მათ მიერ მხარდაჭერილ 47 სამზარეულოს ბოლო მარაგები უკვე გადასცეს და რამდენიმე დღეში ისინი ვეღარ შეძლებენ კვების უზრუნველყოფას. მშობლები ღელავენ, რომ ბავშვებს ერთფეროვანი კვება აქვთ და მათთვის არ არის ხელმისაწვდომი ცილები, რძის პროდუქტი და ხილი. ექიმები მშობლებს აფრთხილებენ, რომ არასათანადო კვება ბავშვთა ჯანმრთელობას შეუქცევადად დააზიანებს. გაერომ მარტში 3,700 ბავშვი გამოავლინა, რომლებიც არასათანადო კვებისგან გამოწვეული პრობლემებით იტანჯებიან. ეს რიცხვი წინა თვესთან შედარებით 80%-ით გაზრდილია. ისრაელმა ბლოკადა 2 მარტს დააწესა. 18 მარტს კი ორთვიანი ზავი დაარღვია და სამხედრო ოპერაციები განაახლა. ისრაელი ამბობს, რომ ეს ორივე ნაბიჯი მიმართულია იმისთვის, რომ ჰამასზე ზეწოლა მოახდინონ ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნით. ადამიანის უფლებათა ჯგუფები ამ ბლოკადას შიმშილის ტაქტიკას უწოდებენ, რაც მთელ მოსახლეობას უქმნის საფრთხეს და პოტენციურ სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს.